თუ გქონია მსგავსი შემთხვევა. რაღაც გაწუხებს. მიდიხარ ექიმთან. გადიხარ კონსულტაციას. იკვლევენ, ეძებენ და ბოლოს პასუხია ყველაფერი რიგზეა. სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებით. და მაინც ჩივილები არ ქრება. მერე წამლები, ტკივილგამაყუჩებლები, ყურადღების სხვა რამეზე გადატანა და ეს პრობლემა შეიძლება რამოდენიმე ხნით მოგვარდეს. მერე ის ისევ თავს იჩენს და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. რა იმალება ამის უკან? ჩვენი სოციუმი, საზოგადოება, საუკუნეების მანძილზე პირდაპირ თუ ირიბად გვასწავლის უგულვებელ ვყოთ ჩვენი შეგრძნებები, ემოციები, მოთხოვნილებები. ჩვენი აზრის და გრძნობის დამალვა თუნდაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადარჩენისთვის აუცილებელი მექანიზმი იყო. თუ მოვიქცევი ისე, როგორც ითხოვენ მშობლები, ოჯახი, მეუღლე, მეფე თუ იმპერატორი, მაშინ შევინარჩუნებ სიცოცხლეს. საუკუნეების მანძილზე განხორციელებული დაკნინების მსხვერპლი ძალიან ხშირად ქალები არიან, თუმცა მამაკაცებიც იტანჯებიან მაღალი მოთხოვნების და პასუხისმგებლობების გამო. ის, რასაც ჩვენ სულში წლების მანძილზე წარმატებულად ვმალავთ, ადრე თუ გვიან სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ჩივილად იჩენს თავს. ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ გავუსწოროთ თვალი შინაგან ტკივილს, დავიწყოთ ნამდვილი მიზეზის ძიება, ვიტანთ ჩვენს ჩივილებს ან ტკივილგამაყუჩებლით ვახშობთ მათ. მათი ჩახშობა და იგნორირება კი ხშირ შემთხვევაში ავადმყოფობით მთავრდება. მოდი განვიხილოთ ფსიქოსომატური სიმპტომები, რომლებიც სხეულზე აისახება. მათი ნამდვილი მიზეზის მიგნება და მასზე მუშაობა შეიძლება შრომატევადი, ტკივნეული და რთული გზა იყოს, მაგრამ ნამდვილი შედეგი მიიღწევა შინაგანი მუშაობით და არა იგნორირებით ან ტკივილგამაყუჩებლებით. ახლა მე ჩამოვთვლი რამოდენიმე ჩივილს და მათ გამომწვევ შესაძლო მიზეზებს. არ არის აუცილებელი ეს მიზეზები პირდაპირ კავშირში იყოს ჩივილებთან. ხშირად მათ შეიძლება ორგანული ან ყოველდღიური არასწორი დატვირთვა ჰქონდეს საფუძვლად. მაგალითად, თუ დღის უმთავრეს ნაწილს დამჯდარი ატარებ, იმიტომ რომ შენი სამსახური მოითხოვს ამას შენგან, წელის ტკივილი ბუნებრივი მოვლენაა. წელის ტკივილებით სხეული მიგვითითებს, რომ ეს ზედმეტი ერთმხრივი დატვირთვა აუცილებლად შესაძლებელია. შესაძლებელია ჩივილები ორგანული დაავადებებიდან მომდინარეობდეს, ამიტომ ექიმის კონსულტაცია და მკურნალობა პირველი ნაბიჯია, რაც ჩივილების გამოსასწორებლად უნდა იქნას გადადგმული. მაგრამ თუ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებში შენს თავს შეიცნობ, ექიმთან კონსულტაციაც გაიარე, გამოაკვლევინე და შენ ჯანმრთელი ხარ, მაშინ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რა ხდება შენს ფსიქიკაში. რისი თქმა უნდა მას შენთვის, რის გადამუშავებას ცდილობს და სჭირდება შენი ყურადღება, დახმარება და სიყვარული. შენი შინაგანი ხმა სხეულის საშუალებით გელაპარაკება. მოусმინე მას, რადგან სხეული შენი სულის გასაღებია. მაშასე, ეს არის ჩივილთა ჩამონათვალი, რომელსაც შეიძლება შემდეგი მიზეზები ჰქონდეს საფუძვლად. დაუდგენელი მიზეზების გარეშე წარმოშობილი თავის ტკივილები. შეიძლება ნიშნავდეს ზედმეტ ფიქრს და ზრუნვას, პერფექციონიზმისკენ სწრაფვას, საკუთარი თავის კრიტიკას, ჩამხშალ ბრას და აგრესიას, გადაღლილობას, ზედმეტ პასუხისმგებლობას, ტირილის შეკავებას, განხორციელებელ შინაგან კრეატიულობას, შინაგანი თავისუფლების ჩახშობას. ყბის ტკივილები, რომლებიც ხშირად კბილების კრაჭუნიდან მოდის, შეიძლება ნიშნავდეს, რომ გაქვს სტრესი, შინაგანი წნეხი, ბრაზი, მოთოკილი აგრესია, საკუთარი თავის გადაჭარბებული და მუდმივი კონტროლი, შინაგანი გაორჭოფება, გადაწყვეტილების მიღების შიში, სინდისის ქენჯნა, საკუთარი თავის უარგისობის დამალული შეგრძნება.
კისრის, ბეჭების, მხრების ტკივილი შეიძლება ნიშნავდეს, რომ გაქვს ზედმეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ფიქრების და გადაწყვეტილებების შეუვალობა, ჩამხშალი ბრაზი და გულის წყვეტა. ტკივილები ყელის არეში შეიძლება ნიშნავდეს ჩახშობილ გრძნობებს, ართქმულ სიტყვებს, ტირილის შეკავებას, საკუთარი თავის არასაკმარის რწმენას, გარიყვის შიშს, საკუთარი თავისგან ბევრი რამის მოთხოვნას, პერფექციონიზმს, ხმის პრობლემები, მაგალითად ჩახლეჩილი ხმა, რომელიც ხშირად ქალებს აწუხებთ, შეიძლება ნიშნავდეს პერფექციონიზმს, შინაგან წნეხს, საკუთარი თავისგან ბევრის მოთხოვნას, ტირილის შეკავებას, ძნელად რაიმეზე უარის თქმას. ტკივილები მკერდის არეში შეიძლება ნიშნავდეს ჩამხშალ გლოვას, ტირილის შეკავებას, ვინმესგან მოსალოდნელი ტკივილის მიღების შიშს, დაკნინებულ ბრას, გულის ტკენას. ჰაერის უკმარისობა ყოველგვარი ორგანული დაავადებების გარეშე შეიძლება ნიშნავდეს ურთიერთობაში ან სამსახურში თავისუფლების შეზღუდვის შეგრძნებას, პირადი განვითარების შეფერხების შეგრძნებას, შიშს, სივრცის არასაკმარისობის შეგრძნებას, ემოციურ შეზღუდულობას. ყოველგვარი ორგანული დაავადების გარეშე არსებული კუჭის და მონელების პრობლემები შეიძლება ნიშნავდეს გადაუხარშავ მოუნელებელ ემოციებს, უარყოფის ან გარიყვის შიშს, არასაკმარის თავდაჯერებულობას, კონტროლისკენ და პერფექციონიზმისკენ ლტოლვას. დაძაბულობა მუცლის და მზის წნულის არეში შეიძლება ნიშნავდეს თვითდაჯერებულობის ნაკლებობას, საკუთარი არასაკმარისობის და რეალიზაციის შეფერხების შეგრძნებას, ჩამხშალ შიშს და ბრას. დაძაბული, დაჭიმული მუცელი შეიძლება ნიშნავდეს ჩაკირულ, დამალულ ემოციებს. ყოველგვარი ორგანული დაავადების გარეშე არსებული ქალური პრობლემები, როგორიც არის ტკივილები, დაძაბულობა მენჯების და საშოს მიდამოებში, შეიძლება ნიშნავდეს დახშულ სქესობრივ ტოლვას, დაკნინებულ ქალურ ბედნიერებას, მომეტებულ სირცხვილის შეგრძნებას, ზედმეტად მორჩილი, დაქვემდებარებული ქალის როლს ურთიერთობაში. წელის ტკივილები შეიძლება ნიშნავდეს გადაუჭრელ კონფლიქტებს, სტრესულ ურთიერთობებს, პასუხისმგებლობის გადაჭარბებულ გრძნობას. როგორც უკვე ავხსენი, არ არის აუცილებელი ფსიქოსომატური იყოს ეს ჩივილები, მაგრამ თუ საიდან შეიძლება მოდიოდნენ ისინი, ან რა არის მათი საფუძველი, ამას ყველაზე უკეთ გაარკვევ მაშინ, თუ დროსა და ყურადღებას დაუთმობ შენს სულს და შენს სხეულს. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს.